ქარელის რაიონში მოკლული დედაშვილის მეზობლები დუმილს არყვევენ. სოფელ ტახტისძირში დიასთან საუბრისას ადგილობრივები მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებს საუბრობენ. მათი თქმით, მორწმოქმედებს 66 წლის მანანა ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილის გაუპატიურება სურდათ. დედაშვილი კი მას შემდეგ მოკლეს, რაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ქალი, რომელმაც ცხედრები პირველად ნახა, ამბობს, რომ დედაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. ტახტისძირში მცხოვრებლები პოლიციას ფაქტზე სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დანაშაული მალე არ იქნება გამოძიებული, მსგავსი საფრთხე სოფლის სხვა მცხოვრებლებსაც შეიძლება დაემუქროთ. დედაშვილი ტახტისძირში სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 5 დღის წინ მოკლეს. ერთადერთი გაუპატიურებას ვფიქრობთ, იმიტომ რომ შეიძლება საღამოთი შევიდნენ ესენი, არც გახდილი ჰქონდათ, არც საწოლები არ ჰქონდათ გაშლილი და დილით ჩვენ რო შევედით 6 საათი იყო, 7 იყო დაწყებული. არც სროლის ხმა გაგვიგია, არც ძაღლის ყეფის ხმა არ გაგვიგია და რა მოხდა, რანაირად შევიდა, ვიღაცა იყო ესე უჭუმრად, როგორ დახოცა ეს ხალხი არ ვიცით. გაზზე შუშა რო აქვს ზევიდან, დუხოვკის არის ჩატეხილი, ეთყობა თავით იმაზე მიახეთ. თუ ეს არ გაიგო პოლიციამ, რა თქმა უნდა, დაუჯელით უდარჩებიან, ჩვენც გვეშინია მაგისა. ყველა საფრთხეში ვართ. აი ეგეთი მანიაკები არიან ეგენი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უდანაშაულო ხალხის დახოცვა ძალიან ის არის. არ არის სწორი.